ჩვენ ხუთნი ვართ. ერთმანეთთან დიდი ხანია მეგობრობთ და მიუხედავად სხვადასხვა ხასიათის, პროფესიისა, სქესისა და ასაკისა თითქმის მუდამ ერთად ვართ. ჩვენ ერთი საერთო ინტერესი გვაქვს, საქართველოს ისტორია. ეს ირაკლია გუგუშვილი, პროფესიით ისტორიკოსი. ის შეისწავლის ძირითად ისტორიულ წყაროებს საქართველოს მეფეებს. აზუსტებს უცნობ დეტალებს ისტორიკოსებთან და მეცნიერებთან. ეს კიდევ გიზია ამირეჯები, ჩვენი ჯგუფის IT სპეციალისტი, კომპიუტერული გრაფიკოსი და საინფორმაციო მეკავშირე. ჩვენი ჯგუფისთვის ადგენს სქემებს, ახაზებსა და რუკებს. ეს ანა ალაშხი, პროფესიით არქეოლოგი. წერს და კითხულობს ძველ ქართულად. სისტემატიურად ეკონტაქტება ცნობილ ქართველ არქეოლოგებს, რომლებიც მეტად საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდიან. გიორგი თუხარელი, ჟურნალისტი, ნამდვილი თავგადასავლების მაძიებელი. ფოტო და ვიდეო კამერით აფიქსირებდა ქმნის არქივს, აკეთებს რეპორტაჟს ჩვენი კვლევების შესახებ. ეს კიდე მე ვარ, ამირან ამირანაშვილი, პროფესიით რეჟისორი და ამ პატარა ჯგუფის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი. თუმცა რა ხელმძღვანელი? უბრალოდ ჯგუფში ყველაზე უფროსი ვარ და ასე გამოვიდა, თორე ყველა საკითხს ერთად ვწყვეტთ. მე ძირითადად ჩვენი კვლევების გეგმას ვადგენ და ჩემი წარმოსახვით ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ვიზუალურად ავადგენ. ხო, და ყველაზე მთავარი, შეთავსებით ჩვენი დროის მანქანის ძღოლიც გახლავართ. ჩვენ ვკითხულობთ ძველ ხელნაწერებს, ვესაუბრებით ცნობილ ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს, ვსწავლობთ ძველ არქივებს. გვაინტერესებს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი საქართველოს წარსულს შეეხება. იქნება ეს ისტორიები ქართველ მეფეებზე თუ ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე. ამჟამად საქართველოს იბერიის პირველი მეფის ფარნაოზის ბიოგრაფია გვაინტერესებს და ძველ დედაქალაქ მცხეთისკენ მივემართებით. ანა, გვაქვს რაიმე ინფორმაცია იმ დროინდელ მცხეთაზე? კი, გვაქვს, მაგრამ ხომ ერჯობს ბატონ თემურს დავუკავშირდეთ დასაზუსტებლად, იმიტომ რომ მცხეთის გათხრებში ის უშუალოდ მონაწილეობდა. კი, ჯობს. გამარჯობა ბატონო თემურ. მოგესალმებით, გამარჯობათ. როგორ მზადებით? ალბათ კარგად როგორ გიგეთხოვთ? დიდი მადლობა არა გვიჩავს. საით გიგზა? მცხეთაში მივდივართ ბატონო თემურ. ჩვენ ახლა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხვამდა მე-3 საუკუნის დროინდელ დიდ მცხეთაზე არსებული ინფორმაცია გვაინტერესებს. ზოგადად გეტყვით, მე-4 მე-3 საუკუნეების მიჯნაზე ქრისტეშობამდე მცხეთაში და შემოგარეში ყალიბდება ძალზედ-მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ქართლის იგივე საქართველოს, ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქად. ეს მოკლედ რაც შეიძლება ამის შესახებ გეტყვა. და ანტიკური ხანის დიდი მცხეთა როგორი იყო დაახლოებით? ანტიკური ხანის დიდი მცხეთა განსხვავებით თქვათ კლასიკური ბერძნულ-რომაული ქალაქებისაგან არ იყო შედგენილი თქვათ აკროპოლისი, აგორა, ხორა. აქ უფრო მრავალმხრივებასთან გვაქვს საქმე. იყო რამდენიმე განხოლოებული ერთმანეთსაგან ესე იგი მოშორებით და ხშირად ახლოვდება უბნები, დაკავშირებული გზებითა და ხიდებით, ვთქვათ, არმასიხე, ძველი ბერძნების ჰარმოზიკე, ციცამური იგივე სევსამორა, სარკინე, კარსნის ხევი, მოქთაკარი, მოქთაუბანი იგივე და ასე შემდეგ. ანუ ეს თითოეული უბანი ქალაქობამდელ პერიოდში იყო დამოუკიდებელი სასოფლო-სამეურნეო ან პროტოქალაქური დასახლება. აი, შემდგომში უკვე როგორც მოგახსენეთ, მე-4 მე-3 საუკუნეების მიჯნაზე და ოდნავ მოგვიანო ხანაში ეს ყველაფერი ერთიანდება ერთ დიდ ურბანულ ცენტრად, რომელსაც ისტორიულმა ტრადიციამ და შემოუნახა სახელი დიდი მცხეთა. დიდი მადლობა ბატონო თემურ, კარგად ზანდებოდეთ. გაიხარეთ. ჩვენი ჯგუფი მცხეთაში წასვლამდე საქართველოს სახელმწიფო არქივში ძველ ხელნაწერებსა და ისტორიულ მასალებს გაეცნო. მეტად საინტერესო ცნობები მოვიპოვეთ ფარნავაზზე. როგორც ძველ მატიანეში, ქართლის ცხოვრებაში აღწერილი, ფარნავაზი იყო მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმის ცული, მამით ქართლოსიანი და დედით სპარსელი.
სავარაუდოდ ცხოვრობდა ანტიკურ დიდ მცხეთაში, სადაც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა, როგორც მაშინ მათ უწოდებდნენ, არმაზით კერძი ქალაქი, ხოლო მარცხენა ნაპირზე მუხრანით კერძი ქალაქი, თავთავიანთი უბნებითა და ციხე-გალავნებით. ამჟამად ჩვენ კალაუბანში ამოვედით. ხალხი მას კალაუბნადაც იცნობს. აქედან კარგად ჩანს ის მიდამოები, სადაც სავარაუდოდ ეს ძველი ციხე-ქალაქები უნდა ყოფილიყო. თუ ისტორიულ წყაროებს დავიყრდნობით, 2300 წლის წინ, აი დაახლოებით, იმ მიდამოებში მდებარეობდა ეს ორი ციხე-ქალაქი. როგორც წარსულში მათ მოიხსენიებდნენ, არმაზით კერძი ქალაქი მტკვრის იქითა მხარეს და მუხრანით კერძი ქალაქი მტკვრის აქეთ. სამწუხაროდ შამთასვლამ ამ ძეგლების ნაშთები წაშალა. და აღარაფერი არ შემოგჭა, ხო? არ შემოგჭა. ალექსანდრე მაკედონელის მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული არმია გამოჩენილა მცირე აზიაში. არიან ქართლის მეფის ძე აზონი მოუძღვებოდა მის ერთ-ერთ რაზმს. დიდი მცხეთის მიდამოებს მისდგომია მისი ლაშქარი ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის 30-იან წლებში. ციხე-ქალაქებად იყო ცნობილი მცხეთის ციხეები და მოუსყიდავნი იყვნენ ქართველი მეციხოვნეები. კარგად იცოდა ეს აზონმა და საგანგებოდ გაწვრთნილი რჩეული რაზმი ჩამოიყვანა თან. ციხესიმაგრის კარის გაღება ევალებოდათ მათ აზონის ლაშქრისთვის. ავაზასავით უხმოდ შეიპარა მტერი ციხე-ქალაქში გამთენიისას. უჩუმრად მოაშთეს რამოდენიმე მეციხოვნე და კარიბჭის მცველი ჯარისკაცებით ამოხოცეს. განაღეს ციხის კარნი და ზაგაუხსნეს ტყეში ჩასაფრებულ აზონის ჯარს.
საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ელიტ ელექტრონიქსი. ნუ დაელოდებით სანდას და მიიღეთ ჩვენგან საჩუქრები, მულტირობოტი, მიკროტალღური ღუმელი, ფერადი პრინტერი და ბევრი სხვა. Urban Stories წარმოგიდგენთ Argo, Ludi, ექსკლუზიურად არგონავტებისთვის. Urban Stories GDS-ზე. საღამოს ეთერის სპონსორია Beeline-ის გათამაშება. აკრიფე ფიფკი 500 დიეზი, ოკეი? ჩაერთე გათამაშებაში და მოიგეთ ძალიან ბევრი ფული. აიღო ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზონმა ქალაქი. ნახევრად მძინარე, ქალნი და კაცი ამოსწყვიტა მომკვდურმა. ტერთან ბრძოლას ფარნავაზის მამაც შეეწირა. ცხეთის მამა სახლისის სამარას ძმა. თვით სამარა ცოცხლად შეიპყარითო, კაცრად ნაბრძანები ჰქონდა ყველა ჯარისკაცს. პირადად უნდა დაზონს, ბუნებით სასტიკს, თვალებში ჩაეხედა მისთვის სიკვდილის წინ. ჯილდო იყო დაწესებული სამარას ძმის სულზე, პატარა ფარნავაზზე. არ უნდა დაზონს ქართლის მემკვიდრე და თავისი მერუქე დაეტოვებინა ცოცხალ. მაგრამ ვერ მიაგნეს მსტოვრებმა და არც არავინ დასცა. მეორე დღეს გვიან ღამით ერთხული მცველების დახმარებით საიდუმლო გვირავით გაიყვანა ჯერ კიდევ ალმოდებული ქალაქიდან ფარნავაზი, დედამ. ანა, იცი რა მაინტერესებს? ფარნავაზი სად გადავარეს? ჯერ თავიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ. შემდეგ ერთი პერიოდი სპარსეთში, დედის სამშობლოშიც კი იმალებოდნენ. მოგვიანებით ისევ საქართველოში დაბრუნდნენ და ერთ-ერთ მიყოლებულ სოფელში ცხოვრობდნენ. გავიდა დრო. მარჯვე მონადირე, საუკეთესო მხედარი და სამაქებო მოისარი დადგა ფარნავაზი. თავისი გონიერებითა და ფიზიკური ძალითაც გამოირჩეოდა თანატოლებისგან.
აზონსაც, რომელსაც უკვე მთელი ქართლი ემორჩილებოდა, თითქოს მიავიწყდა კავკასიონის მიუვალ მთებში გახიზნული დედაშვილის არსებობა. ხშირად დადიოდა სანადიროდ ფარნავაზი დღეში. ნანადირებით თავსაც ირჩენდა და სოფლის ქვრივობლებსაც უნაწილებდა ნადავლს. ხუთი კაცი გაიცნო ერთხელაც ფარნავაზმა ნადირობისას. თავის ქოხში მიიპატიჟა მოხუცმა. საინტერესო მოსაუბრე გამოდგა მას პინძელი. დიდი ყურადღებით უსმენდა ფარნავაზი მის მიერ მოყოლილ ლეგენდებსა თუ ისტორიებს. ძველი საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის საიდუმლოც იცოდა ძველმა მეომარმა. გაგანდობო თუ გინდაო, მოხუცმა. მას შემდეგ ხშირად დადიოდა ფარნავაზი მასთან. ოჩაღი შეგირდი და გულმოდგინე მოსწავლე აღმოჩნდა ფარნავაზი. თავისი მრავალ ჭირგამოვლილი ხანჯალი უსახსოვრა დამშვიდობებისას. თავისი ცოდნა გადასცა მოხუცმა ფარნავაზს. ერთი არ უთხრა მხოლოდ. მან რომ გამოიყვანა პატარა ფარნავაზის სამშვიდობოს ალმოდებული ციხესიმაგრიდან. ერთი კითხვა შეიძლება? აი ფარნავაზის ამბავი გავიგეთ რომ ხაში ცხოვრობდით. აზონი რასაკეთებდა? საერთოდ ციხეში რა ხდებოდა, ვიცი? ისე ქართლის ცხოვრებაში წერია რომ ერთხელ დაიბარა აზონი ფარნავაზის სასახლეში. რა უნდა? სავარაუდოდ ალბათ იგრძნო რომ ფარნავაზს მისი ტახტისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო და თავიდან მოშორებაში. მართალი ხარ, ალბათ იგრძნო და მაგიტო. შეიძლება ვიღაცამ გაამხეს. ვინც? ერთმანეთს გავდნენ მთებში დაღამებული დღეები და გათენებული ღამეები. იშვიათად თუ ვინმე ამოვიდოდა ბარიდან და რაიმე სახალს მოჰყვებოდა იქაურობის შესახებ. ერთხელაც სანადიროდ ემზადებოდა ფარნავაზი, შორიდან მომავალი ზანზალაკების ხმარომ შემოესმა. გაუკვირდა ფრიად, ვინ უნდა იყოსო ეს დიდებული, ამ ხელა გზას რომ არ შეუსინდა და ნეტავ რა მომიყვანაო მთაში. ფრთხილად გაემართა ხმის მიმართულებით და ტყეში ვიწრო ბილიკზე მისკენ მომავალი მომცრო რაზმი შეამჩნია. დახტრევანი და საგზალი მოჰქონდათ მოვლებს. ჯარისკაცების ჩაცმულობამ და დახტრევნის მორთულობამ აფიქრებინა უბრალოდ დიდებული არ უნდა ყოფილიყო მოსული. ასეც აღმოჩნდა.
აზონისაგან გამოგზავნილი კაცი სწვეოდა ფარნავაზს. თავისი ყველაზე ერთგული მსახური აახლა მას მეფემ. გაგონილი ჰქონდა ფარნავაზს მისი მზაკრობის შესახებ. ყველაზე შავბნელ საქმეებს მას ავალებსო აზონი. ბევრის მნახველი იყო სასახლეში მეფის მასხარა. საიდუმლოც ბევრი ჰქონდა გაგონილი და ნანახიც. არაერთი დიდებული დაღუპა მისმა თვალთვალმა თუ მეფესთან მიტანილმა ამბავმა. ამიტომაც მოუჭდია მისთვის ვიღაცას ენა. აზონის წერილი გადასცა ფარნავაზ ჯუჯამ. ცხეთაში სასახლეში იბარებდა მეფე. შერიგებას თავაზობდა მას აზონი. აღარ გმტრობო, გპირდებოდა. დრო ყველაფრის მკურნალია და იქნებ გაგიაროსო ჩემზე ცხენა. სასახლეში იწვევდა ფარნავაზსა და დედამისს. აქ იცხოვრებო. ლხინი და დროს დარება არ მოგაკლდება, თუ კი ჩემი ერთგული იქნებიო. კარგად არ ენიშნა ფარნავაზის დედას ეს ამბავი. იგრძნო დედის გულმა სასიკეთოდ არ ეპატიჟებოდა მეფე მათ მცხეთაში. ნაცად ხერხს მიმართა. მისნობას მიხო ხელი. წინ წარმოუდგა როგორ მუხანათურად უკლავდა აზონის შვილს. ნება არ მისცა დედამ ფარნავაზს მცხეთაში წასულიყო. პირიქით ურჩია ყველა ღონე ეხმარა და აზონს დაპირისპირებოდა, რომელმაც მამა და ბიძა მოუკლა. მაინტერესებს ერთი, რითი უნდა დაპირისპირებოდა აზონს, როცა მას 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი იცავდა. მსახიობები მაიკლ დუგლასი, რობერტ დე ნირო, კევინ კლაინი, მორგან ფრიმენი. კომედიაში
ზოგჯერ ვეგასში. რუსთაველში და აპოლოში. თბილისის სანახებში დიღმის ტყეში ნადირობდა ერთხელ ფარნავაზი. ლეონტი მროველი წერს ამ ამბავს. დაჭრილ ირებს გამოხკიდებია თურმე. კლდის ძირას მისულა და იქ უსულოდ დაცემულა დაკოდილი ცხოველი. წვიმაც წამოსულა. იქვე პატარა გამოქვაბულისთვის შეუფარებია თავი ფარნავას. შეუმჩნევია გამოქვაბულის ერთი მხარე ამოშენებული იყო. უკრავს ჯოგლოგი და გაუნგრევია კედელი. ოთახი ყოფილა კედელსიტით. აურა ცხელი განძი დახვედრია იქ. ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა განძს და საიდუმლო ადგილზე ინახავდა ფარნავაზი. დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის ეწვია ფარნავაზი. შესთავაზა ერთად ვიბრძოლოთო აზონის წინააღმდეგ. თანხმობა და სიტყვა მიიღო მისგან. შემოგიერთებო დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთს, თუ კი გავიმარჯვებთო ამ ბრძოლაში. ქუჯიმ. უკვე თუ მოგეცეს ძლევაი, შენ ხარ უფალი ჩემი და მე ვარ მონაი შენი და აღჭურვა ფარნავას სპანი. ოსნი და დურძუგნი გადმოიყვანა ქედსაკეთ. მაშინ ათასი მხედარი, რჩეული ხრომნი და ბერძენი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდეს აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. ქუჯისთან გაერთიანება ეს იყო მართლაც ფარნავაზის საუკეთესო სტრატეგიული ისვა. ადვილი არ იყო აზონთან დაპირისპირება. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა, მაგრამ აზონმა უკან დაიხია. გადამწყვეტი ბრძოლა კი ქალაქ არტაანთან მომხდარა. სწორედ ქალაქ არტაანთან ბრძოლის დროს დამარცხდა და დაიღუპა აზონი. ქვეყანაში რეფორმების გატარება დაიწყო გამარჯვებულმა ფარნავაზმა. 8 საერისთავო შეიქმნა სულ. კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, არგვეთის, ოძრხისა და ეგრისისა. სპასპეცთა ექვემდებარა ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა ქართლი. გამეფდა ფარნავაზი 27 წლისა და მეფობდა 65 წლის მანძილზე. ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მიაწერს ლეონტი მროველი ფარნავას. და ფარნავაზმა შემოიღო კერპი ახალი. ამანვე ფარნავას შექმნა კერპი დიდი სახელისა, ზედა თვისისა. ესე არ სარმაზი, რამე თუ ფარნავას სპარსულად არმაზე რქვა. ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ჯგუფი შეეცადა აღედგინა 2300 წლის წინანდელი მოვლენები და მეფე ფარნავაზის ეპოქა. ეს არის ის რისი გამოკვლევად შევძენით, რაც ვერ ვიპოვეთ იქ ჩვენი ფანტაზია მოვიშველიეთ, თუმცა ისტორიული სიზუსტე არსად დაგვირღვევია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლი, ხელნაწერი და ინფორმაცია სამუდამოდ გაქრა და დაიკარგა. ამ ხნის მანძილზე ინგრეოდნენ იმპერიები, კრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნები და ერები. საქართველომ კი შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობა, ენა და დამწერლობა.
რომელიც იმ 14 დამწერლობას შორისაა, დღესდღეობით მსოფლიოში რომ არსებობს და ამაში ყველაზე დიდი დამსახურება მეფე ფარნავაზს მიუძღვის. ამან განავრცო ენა ქართული და არ გაიზრახებოდა სხვა ენა ქართლ საშინა თვინიერ ქართულისა. მეფობდა ნებიერ და ყოველნი დღენი მისნიერ აიდაჯდა, შვიდობით დააყუნა და აღაშენა და განავსო ქართლი. იყო განსვენება და სიხარული ყოველ საქართლსა ზედა. მოკვდა ფარნავაზი და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.